მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას, ჩემი საავტორო გადაცემა მეცნიერება და განათლება. მე გახლავართ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენითი მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი, ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენ წინა მეცადინეობაზე დავიწყეთ აბიტურიენტთა მიერ საბაკალავრო პროგრამებზე განაცხადების შესახებ ანალიზი. დღეს ასევე ჩვენ გავაგრძელებთ ამ ანალიზს, ანუ განაწილებას აბიტურიენტების განაცხადებისა სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, აი 19 სახელმწიფო უნივერსიტეტის და ასევე რაც მნიშვნელოვანია სპეციალობაზე, კონკრეტულ სპეციალობებზე მოთხოვნილება როგორია აბიტურიენტებს მხრიდან და ამის ანალიზი და რა პერსპექტივა ელოდება მათ შორის ფუნდამენტურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სპეციალობებს. მე მინდა შევეხმიანო საზოგადოებას გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით, როცა გორში დაახლოებით 10-12 პოლიციელი თქვათ ესე რბილად უსწორდებოდა ერთ-ორ ახალგაზრდას. მე მახსოვს 1900 სოხუმელი ვარ და მახსოვს 1989 წლის 15 ივლისს, როცა რუსები წაქეზებით გუდაუთიდან ჩამოსულმა, ესე იგი საკმაოდ დიდი რაოდენობის აფხაზები, ასევე სხვები დაგვესხნენ ჩვენ სოხუმში, ჯერ ეს მოხდა კინოთეატრ რუსთაველის წინ, სადაც არმატურა ჩაარტყეს ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმოადგენელს ვოვაბეკუას, რის შედეგად ის შემდგომში დაიღუპა და ასევე ესე იგი, რადგანაც ისინი მომზადებული იყვნენ არმატურებით და სხვა საშუალებებით, ხოლო ჩვენ პერანგებით ვიყავით ძალიან ცხელოდა მაშინ და მახსოვს მაშინ ჩვენ ესე იგი რაღაცნაირად რადგანაც არაფერი არ ქონდა, ჩვენ წამოვედით სანაპიროთი და იქ ხედავდით სამწუხაროდ, ვინც დაუშვათ ვერ მოასწრო წამოსვლა, როგორ 15-20 აფხაზი იქნებოდა სომეხი თუ სხვა ურტყამდა ერთ ქართველს. ამიტომ ეს იყო ჩემთვის ძალიან ცუდი ასოციაცია. და ეს არ უნდა გამეორდეს, რადგანაც ჩვენ საუბრობთ, რომ სამართალდამცავი ორგანოები, იურისტები, რომლებიც არიან ყველგან, მათ შორის ყველა თანამდებობაზე დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან დამთავრებული პატარა სოფლის მაღაზიის გამგითაც იურისტია და ასე შემდეგ. ამიტომ ეს უნდა გაითვალისწინონ, რომ სახელმწიფოში კანონი უნდა კანონმდებლობს. ამ მონაცემების თანახმად, აბიტურიენტთა განაცხადის, მიმდინარე წელს რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობა 82,000 გადააჭარბა, კერძოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა იგულისხმება საბაკალავრო 53,000-ზე მეტი აბიტურიენტი, 27,591 განაცხადი პირველი არჩევანით 19 სახელმწიფო უნივერსიტეტში და დაახლოებით 15,409 განაცხადი პირველი არჩევანით 45 უნივერსიტეტში. საერთო სამაგისტრო გამოცდებზე დარეგისტრირდა 10,000-ზე მეტი კანდიდატი, ხოლო მასწავლებლისა და მასწავლებლების სურვილთა გამოცდებზე 29,000-ზე მეტი. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ვარ ლექციები და მოქმედი მეცნიერი ვარ და მუშაობ თემებზე, რადგან დღეს გადაცემა მქონდა და მოვისმინე საქართველოს განათლების მინისტრის ბატონ გივი მიქანაძეს დღეს ინტერპელაციის წესით საქართველოს პარლამენტში გამოსვლა, მგონი საპარლამენტო ჯგუფმა საქართველოსათვის ეს
მოითხოვა მისი ესე იგი მოსვლა პარლამენტში და დასმული ჰქონდათ როგორც მე ვიცი 44 შეკითხვა. მინდა გითხრათ რომ ბატონი გივი მიქანაძეს რომ უსმინე 2 თუ 3 საათი ესე იგი ესეთი შტაბ-წილება დამჭა რომ არც თუ ისე კორექტულად ექცეოდა თავის ფაქტურად კოლეგებს მართალია ის ახლა არ არის პარლამენტის წევრი მაგრამ ადრე იყო განათლების მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იქიდან გადავიდა მე საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრად და აი განსაკუთრებით გარკვეულწილად ცოტა ირონიით შემთხვევაში დაცინვით ესე იგი აი ამ სადეპუტატო ჯგუფს საქართველოსთვის. მე ახლა პოლიტიკური გემოვნებით არც ესე იგი არც ერთ ფრაქციის მომხრე არა ვარ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება მით უმეტეს ქალბატონების მიმართ ყოვლად მიუღებლად მივაჩნია. მაგრამ ბატონი გივი საკმაოდ ესე იგი დიდი გამოსვლა ჰქონდა, სადაც მან ბრძანა რამოდენიმე მომენტი, რაზედაც ადრე არ ჰქონდა საუბარი. კერძოდ, როცა პროფესორი ირაკლი კობახიძე გასული წლის 18 ოქტომბერს გამოვიდა აუწყა საქართველოს რომ განათლების რეფორმის შესახებ, მას ერთი სიტყვა არ უთქვამს, ვინ იყო ამ რეფორმის, თქვათ, ექსპერტი, ვინ იყო ის ჯგუფი, რა იმიდან შედგებოდა, ვინ იყვნენ ამ ჯგუფში და შემდგომში, აი პირველად ყოველ შემთხვევაში მე პირველად მოვისმინე, რომ შესაძლებელია ეს ადრე იყო ჯგუფი, შეიძლება პოსტფაქტუმ შექმნეს ეს ჯგუფი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ბატონმა მინისტრმა ბრძანა რომ ამ ჯგუფში, ექსპერტთა ჯგუფში, რომელმაც ეს პროგრამა მოამზადა, იყვნენ ბატონები ვლადიმერ ბრილერი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, განათლების ეკონომისტი, ბატონი ტომ ბოლანდი, ირლანდიიდან, განათლების მენეჯმენტის სპეციალისტი, ელენ სეზერკორდი, ირლანდიიდან, ბულგარეთიდან პეტია კოლევა, კანადიდან დევიდ სტრეკი, ხორხე ბუტრონიკი ჩილედან, პირველად ჩილედან ექსპერტი, აი ამ სივრცეში ვნახე და ფრენკ ზიგელი გერმანიიდან. ასევე ბატონ მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენ ავიღეთო ანალოგიები, მაგალითები ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის და ირლანდიის ქვეყნებიდან როგორ ხდებოდა განათლების რეფორმა და ნაკლებად ესე იგი ეს არის თქვათ თუ შევადარებთ მათ რეფორმებს არ ამგონია რომ ასეთი ჩვენთან არის რეფორმა. ასევე მან გვაუწყვა რომ პრაქტიკა აღებული არისო ვაშინგტონის, მიჩიგანის, კოლორადოს უნივერსიტეტებს შორის პრაქტიკა მათი კოოპერაციის. ბატონ მინისტრმა ასევე ბრძანა ის და დღესაც არ დაასახელა ან ვერ დაასახელა თითო სტუდენტზე რამდენ თანხას ატანს სახელმწიფო ბიუჯეტ სახელმწიფო დაწესებულებებში, ანუ უნივერსიტეტებში. მოგესალმებათ რომ თუ ადრე აბიტურიენტი მოპოვებულ გრანტს გამოცდების შედეგად თავის მომზადების შედეგად მიქონდა ნებისმიერ უნივერსიტეტში, რომელსაც ის ისურვებდა სწავლის გაგრძელებას, დღეს ეს შეუძლია მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში. მან ბრძანა რომ საბაზო დაფინანსება უნივერსიტეტების იქნებაო სტუდენტთა რაოდენობა, რომელიც ჩაირიცხება ამ სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამრავლებული იმ თანხაზე თითოეულ სტუდენტზე, მაგრამ თანხა არ დაუსახელებია. მეორე პუნქტი დაფინანსებისა მან აღნიშნა, რომ შესრულებაზე დაკავშირებული დაფინანსებაა. აქ იგულისხმებოდა ალბათ პროფესორების, თვითონ უნივერსიტეტის შედეგების სამეცნიერო ხაზი და გარკვეული იქნებაო ამის ესე იგი რაღაცნაირად
წახალისება. ეს ჯერ საქართველოში არ მახსოვს, მაგრამ თუ იქნება ძალიან კარგი და ცხადია გვაუწყა ის, რაც ადრეც იყო, რომ პირველად საქართველოში ვინც ჩაირიცხება სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, სწავლება იქნებაო უფასო. ასევე მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, რადგანაც ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა ჯერ არ არის ცნობილი და მით უმეტეს არ არის ცნობილი თითოეულს რა თანხას ატანენ, მას არ დაუსახელებია სახელმწიფო ბიუჯეტი ამ სტუდენტებზე. მაგრამ 27 წელსო 700 მილიონი გვაქო მოთხოვნილიო და ეს გაიზრდებაო და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამავე დროს მე უნდა მადლობა მოვახსენო ბატონ გივი მიქანაძეს იმ ღია დაფიქსირებისათვის, როგორც იქნა 18 გასული წლის 18 ოქტომბრის შემდეგ მან როცა გამოვიდა ბატონი პროფესორი ირაკლი კობახიძე პირველად საქართველოს განათლების მინისტრად ბრძანა, რომ ჩვენი მიზანი იქ იყო შეკითხვა სოხუმის უნივერსიტეტის ესე იგი ბედის შესახებ მომავალში. ბატონ გივი მიქანაძემ თქვა, რომ ის 24 საათიდან 24 საათი, ანუ დღე და ღამე ფიქრობს მათ შორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე და ჩვენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები, მე მაქვს სტაჟი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობის 53 წელი, უნდა ვიყოთ ბედნიერები, რომ ჩვენთან შემოვა აგრარული სპეციალობები. კერძოდ, რადგანაც თავის დროზე მოგეხსენებათ, რომ აგრარული უნივერსიტეტი გახდა კერძო და ის ახლა მე არ მინდა სიღრმეში შევიდე და არ ამგონი ეს სწორი ყოფილიყო მაშინ ბატონ მიხეილ სააკაშვილის დროს, მაგრამ გახდა კერძო და იმის შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრარული არ არსებობდა. ბატონ მინისტრმა ბრძანა, რომ პირველი მცდელობა, რომ აკუმულირება გაუკეთონ აგრარულ სპეციალობებს, მოხდაოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზეო. ძალიან კარგი. სანზონაშია ეს ფაკულტეტი და საკმაოდ შეარაღებული არის ტექნიკით და ლაბორატორიით და შემდეგ რა ძალიან კარგია. მაგრამ შემდეგი ჩვენი ნაბიჯი არისო, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოგესწენებათ, რომ დაარსებიდან 1932 წლიდან არასოდეს სოხუმის პედინსტიტუტში 32 წლიდან 79 წლამდე მერე აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც უკანონოდ უწოდეს და რეალურად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს 79 წლიდან დღემდე არასოდეს არც ერთი აგრარული პროფილის სპეციალობა არ ქონდა. და არც სპეციალისტები ყავს ამ მიმართულებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მან ბრძანა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რადგანაც დიდი ისტორიული ტრადიცია აქვს აგრარულ სპეციალობებში, ამიტომ ჩვენი მიზანი არისო მომავალში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდესო ლიდერი აგრარული სპეციალობის და ფაქტურად ამის ფორპოსტი იყოსო საქართველოში და მას აერია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოხუმში მართლად არსებული საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტთან, რომლის ანალოგი იყო მხოლოდ სოფლიოში კიდევ ერთი, მგონი ამერიკაში და იყო სოხუმში. ის მოგესწენებათ ომის შემდეგ გადმოვიდა ქუთაისში, ჩემის აზრით რაც ალბათ შეცდომა იყო, ჯობდა თბილისში, მაგრამ შემდგომში უკვე მიხეილ სააკაშვილის დროს ეს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი დაიხურა და ფაკულტეტის სახით შეუერთდა ქუთაისის წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს. ამიტომ მას აერია ეს მომენტი და მაგრამ თქვა სიმართლე, რაც სურვილი აქვს, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც კლასიკური უნივერსიტეტია, აქ არსებობს ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში პირველი და მეორე კურსები ამ შემდეგ
ყველა კლასიკური სპეციალობა, ფუნდამენტური, საბუნებისმეტყველო, ეკონომიკა, სამართალი, ფილოსოფია და ასე შემდეგ, ფილოლოგიური, რა თქმა უნდა, ასე შემდეგ, მომავალში უნდა გავხდეთ ფორპოსტი აგრარული სპეციალობის განვითარების. ანუ იქ რაში მაგრები ვართ, უნდა გავანულოთ, რაში ვართ ფაქტიურად ადგილობრივი სპეციალისტების მხრიდან ამ შემთხვევაში ნულები, იქ უნდა გავხდეთ ფორპოსტიო. ალბათ იგულისხმება, რომ ახალი ხალხი მოვა, ვინც ამ დარგის სპეციალისტი, ასე საბედნიეროდ ზოგადად არის საქართველოში, ხოლო ვინც მოიტანა დღემდე უნივერსიტეტი, ისინი საჭირო არ იქნება და მადლობა ბატონ გივის, რომ გვითხრა სიმართლე. ასევე მან ბევრი სხვა საკითხი კიდევ თქვა, რა თქმა უნდა, რაც ჩემი საზრით მისასალმებელია პროფესიული განათლების შესახებ, სადაც გამოიყოფა ამ წელს 10,600 ადგილი, 29 სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში და 30 კერძო პროფესიულ სასწავლებელში, რაც მისასალმებელია ზოგადად. ამაზე ჩვენ მომავალში გვექნება, როცა ვისაუბრებ საშუალო განათლებაზე და ასევე პროფესიულ განათლებაზე, ამ ნაწილს მივესალმებით. მაგრამ კატეგორიულად არ მივესალმებით ბატონ გივის და ასევე იმ ექსპერტების, თუ ისინი მართლაც მონაწილეობდნენ ამაში და ასევე ალბათ მონაწილეობდა ბატონი პროფესორი ირაკლი კობახიძე და რა თქმა უნდა, ეთქობა აშკარად მონაწილეობდა სპიკერი ამ რეფორმების პროფესორი, ესე იგი ზვიად გაბისონია. სამივე იურისტი. ახლა ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ამ ოპოზიციაში ვთქვათ, რა თქმა უნდა, რომ არის ყველა საკითხზე სიღრმისეული ანალიტიკოსები არიან, თუმცა არიან ესეთებიც, მაგრამ ჩვენ შევისწავლეთ, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ჯგუფი, მეცნიერთა კონგრესი, რომელსაც მე წარმოადგენს ერთ-ერთი წარმოადგენელი მეცნიერთა კონგრესიდან, ჩვენ შევისწავლეთ ეს განაცხადები და აი მინდა გითხრათ შემდეგი სურათია. ესე იგი საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტი 19 სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველ ნომრად, აი ჩვენ შევისწავლეთ პირველი ნომრები, ანუ ის განაცხადი, რომელსაც სტუდენტი აკეთებს რომელ სპეციალობაზე, რომელი უნივერსიტეტის მას სურს პირველ ნომრად ჩარიცხვა. ასეთი არის 27,591 განაცხადი. ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყოფილი ადგილების რაოდენობა არის 24,000, ესე იგი 505. როგორი სურათი გვაქვს? ავიღოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქ გამოყოფილი საბაკალავრო პროგრამებზე იქნება საუბარი. 6,650 ადგილზე პირველ ნომრად განაცხადი არის 13,582. ანუ ორი განაცხადი ერთ ადგილზე, მაგრამ ეს არის არაპროპორციულად. დიდი კონკურსი არის სპეციალობებზე ჩვენ რომ გადავალთ, სამართალმცოდნეობა, საერთაშორისო სამართალი, პოლიტიკის მეცნიერება შემდეგ და ერთზე ნაკლებია მოთხოვნა, ანუ კონკურსი არ არის ფუნდამენტურ, მათემატიკის გარდა ვიტყვი ჩვენ ფიზიკა, ქიმია და ასე შემდეგ. ანუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმის გამო რომ თბილისში იმის გამო რომ მოიფიქრეს ექსპერტებმა ჩილედან რომ თბილისში უნდა საქართველოში ყოველ ქალაქში უნდა იყოს ერთი ფაკულტეტია გულისხმობენ სპეციალობას, მაგრამ სულ ფაკულტეტს უსვამს ხაზზე მინისტრი. გულისხმობს სპეციალობას. ესე იგი, რადგანაც ერთ ქალაქში ერთი სპეციალობა, გაუქმდა რა თქმა უნდა ბევრი სპეციალობა ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაგალითად სამართალმცოდნეობა, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ესე იგი
პოლიტიკის მეცნიერები ასევე გაუქმდა სოხუმის უნივერსიტეტში და ილიას უნივერსიტეტში და ყველა ეს გადავიდა, ანუ აბიტურიენტები, ესე იგი, ყველა მიაშურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამიტომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როცა ჩვენ სპეციალობებზე იქნება საუბარი, ნახავთ რა დიდი კონკურსია იქ. ზოგადად, მეორე, განაწილება 6650 ადგილზე 13582 ცხადი არათანაბარია. დაახლოებით გაუსის განაწილება. ილიას უნივერსიტეტი. ჩვენ ვისაუბრეთ წინა შეხვედრაზე, რომ ილიას უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველაზე მეტად დაჩეხილია, თუმცა ბატონ გივი მიქანაძემ თქვა, არაფერი არ უთქვამს ილიას უნივერსიტეტზე, მაგრამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, რადგანაც იყო შეკითხვა, თქვა, რომ დღე და ღამე ფიქრობს ამ უნივერსიტეტს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 335 ადგილზე 403 განაცხადია. ფაქტურად ერთ-ერთად. აქაც არათანაბარია. არის განაცხადი, ვთქვათ, 2-3 თითო ადგილზე პირველ ნომრად ისე სპეციალობებს, რომელიც ვთქვათ, პრესტიჟულია და ზოგიერთზე ნაკლებია ერთს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დააკვირდით 6600 ადგილზე პირველ ნომრად არის 3111 განაცხადი. 2 ადგილზე ერთი განაცხადი. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ აქ ფაქტიურად ძალიან კატასტროფული მდგომარეობა არის ტექნიკურ სპეციალობებზე და საინჟინროზე, სადაც აბიტურიენტები არ მიდის სხვადასხვა მიზეზის გამო და ჩვენ ამას შევეხებით, როცა სპეციალობის ესე იგი კვოტებზე გადავალთ, აი ესე იგი მოთხოვნილებას. საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტი 2155 ადგილზე დააკვირდით 1601 განაცხადი პირველ ნომრად. ფაქტიურად 3 ადგილზე 2 განაცხადი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 380 ადგილზე პირველ ნომრად 153 განაცხადი. 5 ადგილზე ფაქტიურად ესე იგი 2 განაცხადი. კატასტროფული მდგომარეობა. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 152 ადგილზე 196 განაცხადი. ერთზე მეტია. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში 214 ადგილზე მხოლოდ 124 განაცხადი. ფაქტიურად, უხეშად რომ ვთქვათ, 2 ადგილზე 1 განაცხადი. სხვადასხვა მიზეზის გამო უკვე ნაკლებად მიდის ხალხი ამაში და ეს საერთოდ არის პოლიტიკის ბრალი, რომელსაც ატარებდა დაიწყო გატარება მიხეილ სააკაშვილის დროს და გრძელდება დღეს. შემდეგი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია 359 ადგილზე 513 განცხადება, ერთზე მეტია. ქუთაისის სახელობის წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2340 ადგილზე 2094 განაცხადი, ერთზე ნაკლები. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე, რომლის ესე იგი მაქსიმალურად მხარდაჭერა აქვს ხელისუფლებას. 560 ადგილზე 656 განაცხადი, ფაქტურად ყველა სპეციალობა ერთის გარდა, ესე იგი ფაქტურად შეივსება და ეს კარგია, მაგრამ ესე იგი სათბური პირობებია შექმნილი. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც ყველა სპეციალობა აქვს, 2420 ადგილზე 2254 განაცხადი, ერთზე ნაკლები. ზოგ სპეციალობაზე იქაც კატასტროფა, მაგრამ ზოგზე რა თქმა უნდა კონკურსია. სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 220 ადგილზე 251 განაცხადი. აქ ცოტა სპეციალობის რაოდენობა, მაგრამ
კარგია რომ იქ სამაგისტრო პროგრამა დატოვეს, მაგრამ ცუდია სახელმწიფოებრივად დანაშაულია რომ 18 სახელმწიფო ესე იგი აკრედიტებული 27, 28, 29 წლამდე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 18 სამაგისტრო პროგრამაზე მიღება ნულია. სრული კატასტროფა. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი 230 ადგილზე 261 განაცხადი. ნუ აქაც არათანაბარია, პრესტიჟულზე მეტია, არა პრესტიჟულზე ერთზე ნაკლებია. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი სულ 85 ადგილია, 48 განაცხადია. ნუ ხეშად რომ ვთქვათ, 2 ადგილზე 1 განაცხადია. შოთა მესხია სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი 130 ადგილი, 153 განაცხადი. ნუ აქაც არათანაბრად არის ეს. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ნუ ეს შედარებით აქ პრესტიჟულია, იმიტომ რომ პროფესიის დაუფლების შემდეგ მაღალი ანაზღაურება აქვს, მაგალითად პროფესორებზე 20 ჯერ მეტი. 875 ადგილზე 898 განაცხადი. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 110 ადგილზე 191 განაცხადი, ნუ ერთ-ერთად. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 270 ადგილზე 775 განაცხადი. აქ ამ შემთხვევაში ნუ კონკურსია. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაკობ გოგებაშვილის სახელობის 420 ადგილზე 277 დაახლოებით, ნუ ფაქტურად 2 ადგილზე 1 განაცხადი და ნუ ისიც არათანაბრად. ამრიგად ფაქტიურად 27591 განაცხადია პირველ ნომრად, ადგილების რაოდენობა არის 24501. როგორც გითხარით, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში დარეგისტრირებული არის 27591, 19 სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 45 კერძო უნივერსიტეტში 15409, თითქმის ორჯერ ნაკლები. ესე იგი 45 კერძო უნივერსიტეტში ორჯერ ნაკლებია განაცხადი, ვიდრე 19 სახელმწიფოში. რატომ? მოსახლეობას არ აქვს ფინანსური რესურსები, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლება არის უფასო თუ ჩაერიცხები, ხოლო გრანტს, მოგებულ გრანტს სტუდენტი ვერ წაიღებს კერძო უნივერსიტეტში. ანუ ფაქტურად კერძო უნივერსიტეტებში, ბევრ უნივერსიტეტში ერთის გარდა აქ მე გვექნება ბოლო საუბარი, თავისუფალ უნივერსიტეტზე ყველგან პრობლემა იქნება აბიტურიენტთან დაკავშირებით. ახლა ეს ექსპერტები, რომლებიც როგორც დღეს გვაუწყეს, მათ შორის ჩილედან, იმათო შეისწავლესო ბაზარიო მოთხოვნილებების და ასე შემდეგ და ესე იგი კარგად სიღრმისეულად გაანალიზეს. მაგრამ ეს არ ჩანს იმ მოთხოვნილებების მიხედვით. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაქტიურად განადგურება დაწყებული იყო 2005-2006 წლიდან. უფრო მეტიც თავდაპირველად სწორად იყო შემოღებული ყველა სპეციალობაზე, მათემატიკა იქნებოდა თუ სამართალმცოდნეობა, ზოგადი უნარები, რაც ჰუმანიტარულ დარგში და ასევე სოციალურ-პოლიტიკურ დარგში აბიტურიენტ შემდგომში სტუდენტს უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას და საერთოდ აზროვნებას. რაც ძალიან კარგი იყო. შემდგომში ეს ამოიღეს, რაც ჩემის აზრით უდიდესი შესწორმა. ამის შემდეგ კიდევ უფრო დაიჩაგრა, რადგანაც საზოგადოებაში ბოლო 25 წელი მაინც თუ მეტი არა,
მიდის პროპაგანდა, რომ თავარი პრესტიჟული სპეციალობები არის სამართალმცოდნეობა, ეკონომიკა, ახლა სამედიცინო თავისთავად, პოლიტიკის მეცნიერებები, ესე იგი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ურთიერთობები ასე შემდეგ, ხოლო ზუსტი და საბუნებისმეტყველო ეს ნაკლებად პრესტიჟულია და საერთოდ რაზე უნდა აბიტურიენტმა, შემდგომში სტუდენტმა იმდენი შრომა ჩადოს, რომ მერე გახდეს ან სკოლის მასწავლებელი, ან პროფესორი, დამამცირებელი ხელფასით. ასე მაგალითად, წლების განმავლობაში პირველი სპეციალობა მათემატიკა, რანგირება ასევე მსოფლიო რანგირებაში მეცნიერებას. რადგანაც მათემატიკის სპეციალობები ადრე, რა თქმა უნდა, იყო ესე იგი დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ და გამოყოფილ ადგილებზე ყველგან იკარგებოდა ადგილები, ანუ ნაკლები ირიცხებოდა ვიდრე ადგილების რაოდენობა ერთადერთის გარდა. ილიას უნივერსიტეტში გამოყოფილ ადრე მათემატიკის სამეცნიერო პროგრამაზე 50 ადგილზე ივსებოდა 50. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადრე 100 ადგილი ივსებოდა საშუალოდ 70-ით, სოხუმის უნივერსიტეტში ადრე 20 ადგილი ივსებოდა 15-12-ით, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ ივსებოდა 30 ადგილი, ბათუმის უნივერსიტეტში არ ივსებოდა 25 ადგილი. ახლა წელს, რადგანაც თბილისში პრინციპი და ყველგან პრინციპია, ესე იგი, ჩილეს ექსპერტის მიერ ალბათ და კიდევ სხვების მიერ შეთავაზებული, რომ ერთ ქალაქში ერთი სპეციალობა, მათემატიკა სამეცნიერო გაუქმდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გაუქმდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო, გაუქმდა ილიას უნივერსიტეტში და დარჩა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და გამოყოფილ ძველ 100 ადგილზე 136 განაცხადია პირველი ნომრით. მე ეს მიხარია. მაგრამ არ მიხარია, რომ გაუქმდა სამეცნიერო პროგრამა ილიას უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ილიას უნივერსიტეტში არის მათემატიკის მასწავლებლის პროგრამა და ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც დარღვევა ბატონო გივი. ერთ ქალაქში ორი იდენტური სპეციალობა. 20 ადგილზე ილიას უნივერსიტეტში 15-ია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამწუხაროდ ჯერჯერობით 30 ადგილზე 3 განაცხადი. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 ადგილზე 21 განაცხადი, წერეთლის სახელობის ინსტიტუტში 20 ადგილზე 18 განაცხადი, ქართული, ესე იგი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა ითქვა სიმართლე, საუკეთესო სახელწოდების პროგრამა არის გამოყენითი მათემატიკა, გამოყენებები, ესე იგი, ეკონომიკაში, ესე იგი, ხელოვნურ ინტელექტში და ასე შემდეგ ძალიან კარგი პროგრამა, როგორც ინგლისურ ენოვანია. 40 ადგილზე 51 განაცხადი. და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამასწავლებლო პროგრამა 20 ადგილზე 9 განაცხადი. ამრიგად, ფაქტიურად, რეალურად რომ ვთქვათ, აი, რადგანაც ზოგადად ჩვენ დავინახავ სამასწავლებლო პროგრამებზე ძირითადად მოთხოვნილება სამწუხაროდ არ არის, ხოლო სამეცნიერო პროგრამა მათემატიკას ტოვებენ მარტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასე რომ ყოფილიყო ადრე, ვერც ფუძემდებელი მათემატიკური ანალიზის სოხუმელი ვლადიმერ ჭელიძე, ვერც ბევრი სხვა ვერ შეძლებდა იმ შედეგების მიღებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის ლიდერი პროგრამა სამაგისტრო გამოყენებით მათემატიკა, რომელიც ესე იგი ეყრდნობა მათემატიკის სამეცნიერო საბაკალავრო პროგრამას, ორივე გაუქმეს და ის ნაშრომები, რომელსაც მათ შორის
პელაზგური ჯგუფი ჩილაჩავა, ყვაშილავა, ფოჩხუა აკეთებს და ინფაფაქტორიან ჟურნალებში აქვეყნებს, მომავალში შეიძლება არ იყოს და შეუძლია განსაკუთრებით ბატონ მინისტრის მოადგილეს თქვას, რომ მისი ძალისხმევით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურულად გაუხდა გამოკვეთით მათემატიკა. ჩვენ მას აფხაზეთელები ამას არასოდეს არ დაუვიწყებთ. ფიზიკის სპეციალობა კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში არის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 40 ადგილზე 43 განაცხადი, ილიაში ფიზიკის სამასწავლებლო პროგრამაში 20 ადგილზე 4 განაცხადი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 ადგილზე 4 განაცხადი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 ადგილზე 6 განაცხადი, წერეთლის სახელობის საერთოდ არ არის ფიზიკა, ესე იგი საერთაშორისო უნივერსიტეტში ქუთაისის 20 ადგილზე 7. სრული კატასტროფა. გამოყოფილ 190 ადგილზე 64-ია. კომპიუტერულ მეცნიერებებზე მდგომარეობა ცოტა უკეთესია, ცხადია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 ადგილზე 600, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 150 ადგილზე 158, ილიას უნივერსიტეტში სამასწავლებლო 20 ადგილზე 7, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 30 ადგილზე 9, ქუთაისის წერეთლის სახელობის 200 ადგილზე 75, საერთაშორისო უნივერსიტეტი ქუთაისის 150 ადგილზე 197, ინფორმატიკა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 290 ადგილზე პირველ ნომრად 81, ქართულ სექტორზე 20 ადგილზე 21 რუსულ სექტორზე. და ასევე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპიუტერული ინფორმაციული ტექნოლოგია 250 ადგილზე 76. ქიმიის სპეციალობაზე სრული კატასტროფაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 ადგილზე 48, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 20 ადგილზე 8, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 20 ადგილზე 30 ადგილზე 0, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 20 ადგილზე 7. ქიმიური პროცესის ტექნოლოგია STU 20 ადგილზე 1. სრული კატასტროფა. ფაქტიურად ფიზიკა, ქიმიას როგორც სამეცნიერო მიმართულებას ღუპავენ, მაგრამ სიმართლე არის დაღუპვა დაიწყეს მიხეილ სააკაშვილის დროს. მაგრამ უფრო ინტენსიურად აგრძელებენ დღეს. ბიოლოგიის სპეციალობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 125 ადგილზე 109, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 30 ადგილზე 11, ილიას უნივერსიტეტში სამასწავლებლო 20 ადგილზე 13, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 ადგილზე 4, წერეთლის სახელობის ქუთაისის 20 ადგილზე 15. თქვათ ასე, ნახევრად კატასტროფაა. გეოგრაფია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 70 ადგილზე 53, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 30 ადგილზე 10, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამასწავლებლო 30 ადგილზე 7, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წერეთელი 20 ადგილზე 18. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები ილიას უნივერსიტეტში 30 ადგილზე 10. ნახევრად კატასტროფაა. გეოლოგია დარჩა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1 ადგილასაა. 60 ადგილზე 51. ეს ანალიზი გვიჩვენებს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ნაყოფიერი ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის მეშვეობით დაღუპეს საქართველოში ფუნდამენტური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. საქართველოს ცნობილში ცნობილი არის ყველაზე მეტად მათემატიკური სკოლით მუსხელიშვილი ვეკუა, ასევე რა თქმა უნდა ფიზიოლოგია ბერიდაშვილი და უზნაძე განწყობის თეორია. ძალიან ძლიერი სკოლა იყო ფიზიკის. ქიმიის ნაწილობრივ დაღუპეს. ქართულ ფილოლოგიაზე სხვადასხვა მიზეზის გამო ეს მე მიხარია, განაცხადები არის, სიტუაცია შედარებით კარგია და არ შევეხება. ასევე ინგლისური ფილოლოგიაზე, რადგანაც მოთხოვნილება აქვს, ეთყობა ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ უნდა ისწავლონ ინგლისური, რათა მაგისტრატურა და შესაძლებელია საცხოვრებლად წავიდნენ უცხოეთში. რაც ზოგადად ცუდია.
გერმანული ფილოლოგია, რადგანაც განსაკუთრებით ზეწოლა მიდის გერმანიის სახელმწიფოზე, გერმანული ფილოლოგიას მოთხოვნა საერთოდ არ არის. არც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ადგილზე 3, ქუთაისის წერეთლის 20 ადგილზე 14, ილია სამასწავლებლო 10 ადგილზე 3, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 30 ადგილზე 1, თსუ-ში 30 ადგილზე 30. რუსული ფილოლოგია მასიურად გაიხსნა, რა თქმა უნდა, თსუ 15 ადგილზე 19, რუსულ სექტორზე 10 ადგილზე 8, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 10 ადგილზე 2, ქუთაისის წერეთლის 20 ადგილზე 7, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 30 ადგილზე 4, ილია 15 ადგილზე 3. ისტორიის სპეციალობა მოთხოვნა არის. თსუ 180 ადგილზე 392, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 50 ადგილზე 72, წერეთლის სახელობის 50 ადგილზე 93, ილიას უნივერსიტეტი 20 ადგილზე 37, სოხუმის უნივერსიტეტი 30 ადგილზე 23. ნუ ისტორიაზე მოთხოვნა არის. ფრანგულ ფილოლოგიაზე საერთოდ მოთხოვნა თითქმის ნულია, ძალიან დაბალი მოთხოვნა, გასაკვირი არ არის, იგივე რაც გერმანიასთან თქვი. თურქოლოგიაზე სერიოზული მოთხოვნაც არ არის მაინც და მაინც. ირანისტიკაზე მოთხოვნა თსუ-ში 15 ადგილზე 1 განცხადება, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ არის ირანისტიკა, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 10 ადგილზე 0, ილია და სოხუმში არ არის. ანუ გამოყოფილ 25 ადგილზე 1 განაცხადი. ეს ჩილის ექსპერტმა თქვა, რომ ირანისტიკაზე 25 ადგილზე იქნებაო მოთხოვნა. ებრაისტიკა მხოლოდ თსუ-შია 15 ადგილზე 4. არქეოლოგია თსუ-ში მოთხოვნა დიდია. 30 ადგილზე 93, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 ადგილზე 11, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ადგილზე 31. მოთხოვნა არქეოლოგიაზე არის და ჯობდა გამოეყოთ ეს ადგილები, რადგანაც მოთხოვნა არის არქეოლოგიაზე. და ეს მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ ხედავთ ჩვენ, რომ სოხუმში მიდის გათხრები, ესე იგი, ბევრი, ესე იგი, ნაკლებად მომეცნიერო ხალხი თხრის და საპასუხოდ უნდა ყავდეს ბევრი არქეოლოგი, რომ უპასუხოთ. რა თქმა უნდა, სამართალმცოდნეობა არის სათათბირო პირობებში. ბატონმა იმან დღეს განათლების მინისტრმა ბრძანა, რომ მოთხოვნილება არისო 2000 დაუშვათ აბარებდა 2700, მოთხოვნილება არისო 700-იო სულ, მაგრამ ჩვენ გამოვყავით 1500-იო მაინც. სამართალი თსუ 1130 ადგილზე 2655, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 150 ადგილზე 270, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 120 ადგილზე 255. მეტი სამართალი, ანუ როგორც სპეციალობა არსად არ არის. კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება უდიდესი აქ. ყველა მომზადებული იქნება და ძირითადად ალბათ კერძო სკოლებში კარგად მომზადებული აბიტურიენტები, ესე იგი იმ მშობლების, რომელიც ფინანსურად განს კერძო სკოლებში გადასახადი 25000, 30, 35-ია, ისინი გაუძლებენ და ისინი ჩაირიცხებიან. ხოლო ქუთაისში და ბათუმში ნუ ცოტა ადგილები და ნუ ვიღაცა თითო ოროლა, თქვათ ასე, ნაკლების შესაძლებლობის ოჯახიდან ნუ თავის ნიჭით შეიძლება ჩაირიცხოს. საერთაშორისო სამართალი მხოლოდ თსუ-შია 100 ადგილზე 312 განაცხადი. ბიზნეს ადმინისტრირება ესეც მარტო თსუ-ში, ქუთაისის წერეთლის სახელობის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თსუ 1765 ადგილზე 2179, კონკურსია დიდი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 310 ადგილზე 332, ბათუმის 500 ადგილზე 416. ეკონომიკის სპეციალობა ასევე მხოლოდ თსუ-ში, ქუთაისში და ბათუმში. 320 ადგილზე 598 თსუ-ში, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 50 ადგილზე 55, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 ადგილზე 46. აქ რა თქმა უნდა, განსაკუთრებით თსუ-ში ეკონომისტებს ექნება ბევრი საათი და ასევე მათემატიკოსებს, რომელიც მოემსახურებიან იმის სპეციალობას. პოლიტიკის მეცნიერებები თსუ-ში 80 ადგილზე 174,
ბათუმი და ქუთაისის უნივერსიტეტში არ არის პოლიტიკის სპეციალისტი. საერთაშორისო ურთიერთობებზე დააკვირდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 70 ადგილზე 664 განაცხადი. თითქმის 10 აბიტურიენტი ერთ ადგილზე. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 ადგილზე 62, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 ადგილზე 62. ჟურნალისტიკა TSU 85 ადგილზე 222, 10 ადგილზე რუსულ სექტორზე 18, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 ადგილზე 16. ფსიქოლოგია უმნიშვნელოვანესი და კარგი სპეციალობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 150 ადგილზე პირველ ნომრად 1088 განაცხადი. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 60 ადგილზე 176, ქუთაისის საერთაშორისო ინგლისურენოვანი 100 ადგილზე 114. ეს სპეციალობა მნიშვნელოვანია და მეტი ადგილის გამოყოფა შეიძლებოდა. ტურიზმი TSU 360 ადგილზე 600, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 205 ადგილზე 140, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 115 ადგილზე 162. ფილოსოფია მარტო არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 ადგილზე 70, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ადგილზე 9, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ადგილზე 7. სხვაგან ფილოსოფია არ ჭირდება. ხუმრობით რა თქმა. სოციოლოგია მხოლოდ TSU-შია 30 ადგილზე 108. ნუ მედიცინა რა თქმა უნდა შედარებით არის. ნუ აქ მაგრამ ვერ იტყვი რომ აი თქვა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დიპლომირებული მედიკოსი 900 ადგილზე 765, ერთზე ნაკლები. ინგლისურენოვანი იგივე სპეციალობა 20 ადგილზე 58, რუსული სექტორი 20 ადგილზე 6, ამერიკული პროგრამა მედიკოსის 20 ადგილზე 312, დიპლომირებული სტომატოლოგი 300 ადგილზე 320 და ასე შემდეგ. აი ეს ანალიზი ჩვენ გვიჩვენებს, რომ პროგნოზი ექსპერტების არ არის ესე იგი სწორი და ის რომ საუბრობს ბატონი მინისტრი რომ ჩვენ კვოტა გვაქვს გამოყოფილი საბაკალავრო პროგრამებზე საქართველოში 21600 სტუდენტისათვის, ნუ აბიტურიენტი რომ სტუდენტი გახდება, ჩემი აზრით შეივსება დაახლოებით 12-13000. სხვაობა ფული დაუბრუნდება სახელმწიფოს. ამიტომ არის რომ ბატონი მინისტრი დღესაც ვერ ასახელებს რა თანხა მიყვება თითო აბიტურიენტს მოცემულ უნივერსიტეტში. აი ეს არის ეს მომენტი და ის სპეციალობები თქვათ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც დიდი ადგილების რაოდენობა ჩვენ წინა შეხვედრის დროს ვისაუბრეთ ცალკე პროგრამებზე. დიდი რაოდენობებია სამშენებლობაზე, საინჟინრო ტექნიკაში გამოყოფილი. შეიძლება აითვისოს მხოლოდ ნახევარი, შეიძლება მესამე. ის ადგილები შესაბამისი თანხით უკან დაუბრუნდება სახელმწიფოს. შესაბამისად, საერთო გამოყოფილი კვოტა არ იქნება 21600, როგორც საუბრობს ბატონი მინისტრი. ანუ ბევრად ნაკლები. თორემ აქ არ ხდება გადანაწილება, თქვენს რომ ჩვენ საერთაშორისო სამართალი, მაგალითად, რომელზეც დიდი მოთხოვნაა, არ გვინდა 70 ადგილზე მეტი, თუმცა დგას 664. სხვაგან გამოყოფილ ადგილს იქ არ დაუმატებენ, რადგანაც მაშინ სახელმწიფოს მეტი თანხა ექნება გამოსაყოფი. ახლა რა მდგომარეობა არის ბატონი მინისტრის მხრიდან, რომელიც ზრუნავს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე მინისტრის მოადგილესთან ერთად სამაგისტრო პროგრამებზე, რომლის ანიგილაცია, ანუ განადგურება, ანიგილაცია გააკეთეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 23 წელს ჩაირიცხა სამაგისტრო პროგრამებზე, იგულისხმება სახელმწიფო უნივერსიტეტში 3191, ეს ბატონ გივი ბრძანა. 24 წელს 3368 ადგილი,
2025 წელს 3429 ადგილი, ხოლო წელს განაცხადი გაკეთებული გვაქვს სამაგისტრო ადგილებზე 3365. საიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე მოდის 0 ადგილი. ყველა უნივერსიტეტზე მოდის. მგონი მარტო კიდევ მესხია სახელობის ისა ზუგდიდის. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც კლასიკურ უნივერსიტეტებს შორის პოტენციალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ალბათ ამ ეტაპზე ილიას უნივერსიტეტის შემდეგ მესამეა, ჩვენ არ ყოფილვართ ღირსი გავაგრძელოთ სამაგისტრო პროგრამა, სადაც ბევრი მაგისტრანტი მერე გადადიოდა დოქტორატურაში და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცულია მათ შორის ძალიან კარგი სადოქტორო დისერტაცია. შეიძლება ნაკლებად კარგი, მაგრამ ჩვენთან ზოგიერთი. მაგრამ ჩვენ ვიცით ერთ-ერთი უნივერსიტეტი არ ვასახელებ სახელმწიფო, სადაც როგორც სტახანოვის მეთოდი, როგორც დაზგაზე ისე ხდებოდა აკადემიური დოქტორების დაბეჭდა. შესაბამისად, ესე იგი, ესეთი მდგომარეობა არის. ჩვენ დავჭა რამოდენიმე წუთი და მე მინდა მხოლოდ შედარებისთვის ჩვენ კერძო უნივერსიტეტებს, რომელიც დიდი პრობლემა ექნება მომავალში, სხვადასხვა პრობლემები, ზოგ შენობები, ზოგი იმის, მაგრამ ერთ უნივერსიტეტის მაგალითზე, რომელიც ბევრ სპეციალობაში საქართველოში არის პირველი. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირება. ალბათ საუკეთესოა, ახლა მე რეკლამას არ ვუკეთებ, მაგრამ ზოგადად მე გარც შეხება მაქვს, გარც მიმუშავია და არც ვაპირებ მუშაობას. მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას. 180 ადგილზე 440 და იქ მიდიან ძლიერი აბიტურიენტები, მათ შორის კომაროვები. საერთაშორისო ურთიერთობები 80 ადგილზე 128. სამართალი 80 ადგილზე 108. კომპიუტერული მეცნიერება და მათემატიკა ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოს, საუკეთესოა. 64 ადგილზე 294. ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია დააკვირდით 32 ადგილზე 120. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები 70 ადგილზე 86, ფიზიკა 23 ადგილზე 20, შენობის სისტემების ინჟინერია 32 ადგილზე 32, არქიტექტურა 34 ადგილზე 85, უნდა აღინიშნოს, რომ არქიტექტურა, როგორც აქ არის კონკურსი, ასევე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. არქიტექტურაზე მიდის ახალგაზრდობა. შეიძლება ალბათ ცოტა მეტი ადგილით, მაგრამ გამოვა ჩილეს ექსპერტი და იტყვის, რომ საქართველოში ბევრი არქიტექტორი არ არის საჭირო, მე ეს სანტიაგოში შევისწავლეო იქო. ვიზუალური ხელოვნება, ვიზუალური კომუნიკაცია და ესე იგი ინტერიერის დიზაინი 35 ადგილზე 63. ანუ 630 ადგილზე თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში დგას 1356 აბიტურიენტი. მინდა გითხრათ, რომ ისინი ყველა ძლიერებია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ აბიტურიენტებს მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ ნიჭიერი კომაროველი, მათ შორის ძლიერი სკოლის, ქუთაისის და შემდეგ გრანტს მოპოვებელს, რომელსაც მოიპოვებს, ვერ წამოიღებს აქ. ის მაინც აბარებს აქ, რადგანაც იცის, რომ იქ სწავლება არის მაღალ დონეზე. და ბოლოს მე მინდა ვთქვა, რომ მე მუშაობ რამოდენიმე უნივერსიტეტში, რადგანაც ამ შემთხვევაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის დამამცირებელი ხელფასი, ისევე როგორც ზოგ სხვა უნივერსიტეტში. ასევე მოქმედი მეცნიერი ვარ და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ღრმაწენით საქართველოში მეცნიერების და განათლების რეფორმა საჭიროა. მაგრამ ამ რეფორმებს არა ჩილეს და სხვა ექსპერტები, მათი კიდევ CV შესასწავლია. არამედ მათ შორის საქართველოში არსებული high class-ის ექსპერტები და ნაღდი მეცნიერები, რომელსაც ინდექსი აქვს, თქვა ჰირშის ინდექსი აქვს 20-ზე მეტი და ასე შემდეგ და ესე იგი Web of Science-ში და Scopus-ში და ცხადია თავისთავად ესე Google-ში ოლარში აქვს დიდი გამოხვა ესა,
აი ისინი უნდა მონაწილეობდნენ. მე ეს უნდა შეჯერდეს საზოგადოებაში და მე უკვე მინისტრი იქნება ბატონი გივი ესე იგი მიქანაძე თუ სხვა მე ის საზოგადოებაში გამოიტანს. მე ვიმედოვნებ რომ კარგი იქნება თუ ეს რეფორმა ვერ შევა წყობაში თქვათ ასე და კიდევ ერთხელ მე მინდა ვთხოვო წინა იმაზე გავაჟღერე და კიდევ ერთხელ მიმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს რომ მეცნიერებისა და განათლების რეფორმა მიანდეთ ექსპერტებს არ მიანდოთ თუნდა იურისტებს მათ ზოგადად ზოგიერთ იურისტს პატივცემ მაგრამ ეს უნდა მიანდოთ ექსპერტებს მე მინდა ასევე ვთქვა რომ ის მდგომარეობა რაც არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს არის ძალიან ცუდი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამხორციელებელი თბილისში პროფესორი ოთარ ჟორდანია სამწუხაროდ გარდაიცვალა ეს ძალიან ცუდია მაგრამ ის თვითონ ვერ ნახავს მის მშობლიურ უნივერსიტეტს რომელიც დაამთავრა და მერე აღორძინა სხვებთან ერთად თბილისში ასე მდგომარეობაში რომ იქნება ის ხალხი რომელიც ლაპარაკობს რომ სოხუმის უნივერსიტეტი გახდება ლიდერი აგრარული მიმართულებით და მანამდე ისტორიას, მათემატიკას, სხვა სპეციალობებს, რომელიც ძლიერი ვართ, მიკრობიოლოგია, ამ შემდეგ გავანადგურებ და გავხდებით მაგარი აგრონომები და ასე შემდეგ, ისინი ფიქრობენ მხოლოდ იმ ხელფასზე და არ ფიქრობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენა გადის ძლიერ კონკურენტუნარიან კლასიკურ მრავალპროფილიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ჩვენ შემდგომში გავაგრძელებთ უკვე ესე იგი გადაცემებს, შევეხებით საშუალო განათლებას, რა მდგომარეობა სკოლებში, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სკოლებში, იქ უფრო სავალალო მდგომარეობა და ასევე ჩვენს პროექტ ეგრეთ წოდებულ 15 ნაბიჯს, რომელმაც შემუშავდა საქართველოს ესე იგი მეცნიერთა კონგრესის მიერ, მათ შორის ჯგუფი, რომელსაც მე ხელმძღვანელობ, იმასაც საზოგადოებას წარუდგენ. კარგად ბრძანდებოდეთ, სიკეთე ბედნიერება ყველა ქართველის და საქართველოს მოქალაქის ოჯახში. მადლობთ.